ვლადიმირ პუტინი მოსკოვში გამარჯვების აღლუმის ჩატარების მოსამზადებლად მთელი მსოფლიოს წინაშე უბრალოდ თავი შეირცხვინა. რუსეთმა პირველად აჩვენეს კადრები მთლიანად დამწვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შიგნიდან ტუაფსეში. ხოლო უკვე დღეს ღამით უკრაინულმა უპილოტოებმა კვლავ დაარტყეს რუსეთის პორტ პრიმორსკს ბალტიის ზღვაზე. ცნობილია, რომ ამ დრონების შეტევის დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დააზიანეს სარაკეტო გემი კარაკურტი, სადარაჯო კატერი და ჩtildeოვანი ფლოტის ტანკერი. ამასთან ერთად ომის კვლევის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ აპრილში რუსეთის ჯარებმა უკრაინასთან ომში წმინდა ტერიტორიული დანაკარგები განიცადეს. და ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები 2024 წლის აგვისტოში კურსკის ოლქში შეიჭრნენ. ამ ფონზე დღეს ინტერნეტში გავრცელდა კადრები თითქოს წითელი მოედნიდან, სადაც რუსებმა ანტიდრონული ბადე გააბეს, რათა 9 მაისის გამარჯვების მომავალი აღლუმი დრონების შეტევებისგან დაეცვათ. მაგრამ ხომ არ არის ეს ფეიკი? მოდით ახლა გავარკვიოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. მოდით პირდაპირ დავიწყებ სიახლეებით. მოსკოვში 9 მაისის გამარჯვების აღლუმის შესახებ, რომელიც წელს უნდა გაიმართოს. როგორც ცნობილია, მოსკოვში გამარჯვების აღლუმი პირველად 19 წლის განმავლობაში სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა. წელს გამარჯვების აღლუმზე წითელ მოედანზე არ იქნება არც სამხედრო ტექნიკის კოლონა, არც ავიაცია ცაში, არც სუვოროვის ნახიმოვის სასწავლებლებისა და კადეტთა კორპუსების აღსაზრდელები. იქნება მხოლოდ საწყალი მომარშავე ოკუპანტების კოლონის გავლა. აი სულ ეს არის. და ჯერ კიდევ არ არის ფაქტი, რომ თავად ვლადიმირ პუტინი წითელ მოედანზე თავს გამოათრევს. და ასეთ ამბების ფონზე უკრაინულმა და რუსულმა Telegram არხებმა 3 მაისს გამოაქვნეს ფოტო, რომელზეც გამოსახულია ანტიდრონული ბადე, გაჭიმული მოსკოვის წითელ მოედანზე. ფოტო ასახავდა მოსკოვის მზადებას 9 მაისის აღლუმისთვის. ნათელია, რომ ასეთი ამბები რა თქმა უნდა გაახარა უკრაინელები, რადგან ეს არჩენებს შიშს, რომელიც რუსების თავებში დაისადგურა. მაგრამ მე მოვიწოდებთ, საღად იაზრონოთ. ეს ფოტო ყალბია. ერთ-ერთმა პიროვმა ამ წითელი მოედნის ფოტოსურათი გამოაქვეყნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა სერგეი სტევნენკომ. და გამოსახულებაზე ჩანს, რომ ანტიდრონული ბადეები, რომლებიც სხვათაშორის ფრონტზეც გამოიყენება, ყველგან იყო გადაჭიმული წითელ მოედანს ზემოთ. ეს ფოტო აშკარად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. ამას რამდენიმე შეცდომა მიუთითებს გამოსახულებაში. მაგალითად, ამ ფოტოზე რატომღაც არ ჩანს ლენინის მავზოლეუმი. და თვითონ მოედანი ცოტა სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე რეალობაშია. მაგალითად, ისტორიული მუზეუმის შენობის ნაცვლად გამოსახულია ვასილი ნეტარის ტაძარი, თუმცა სინამდვილეში ის მოედნის საპირისპირო მხარეს დგას. და გარდა ამისა, წითელი მოედანი უკვე რამდენიმე დრეა დაკეტილია. მგონი 29 აპრილიდან. ამიტომ იქ უბრალოდ ვერ იქნებიან მოსეირნე ადამიანები. მაგრამ მესმის ველურ დაუბანელ რუსებზე ხუმრობა თითქოს წმინდა საქმეა, მაგრამ თავარი ისაა, რომ ზედმეტად არ გაგვიტაცოს. მიუხედავად ამისა, ვლადიმირ პუტინის საქმეები ამ ომში სულ უფრო და უფრო უარესდება. პირველ რიგში ინტერნეტში გამოჩნდა უნიკალური კადრები, რომლებიც გადაღებულია სახანძრო მანქანის კაბინიდან, რომელიც პირდაპირ ტერიტორიაზე გადაადგილდება. ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, იქ დრონების ძლიერი შეტევების სერიის შემდეგ. აი ეს ვიდეო ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის სამხრეთში დარგის ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმო ფაქტობრივად ნანგრევებად იქცა. ეხლა ჩვენ ნახოთ ამ ვიდეოს, მაგრამ მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, სადაც მდებარეობს ქალაქი ტუაფსე, გუშინ დაიწყო მტკიცება. თითქოს ეს ყველაფერი ფეიკია. რატო ფიქრობთ, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, ნავთობის საცავები იწვის, პორტი იწვის? ის ამბობს, არა, ეს უკრაინის ეშმაკობა. ტუაფსელები ამტკიცებენ, რომ ამას უპილოტო აპარატებს უკავშირებენ. თვითონ ეს მაზუთის რეზერვუარებია და როცა უპილოტო არდება, ეს მაზუთი იღვრება და ცეცხლი ეკიდება. ამიტომაც ქალაქის თავზე ჩანს ეს შავი კვამლის ღრუბლები. მაგრამ არ იწვის არანაირი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. იწვის სწორედ ეს მაზუთის რეზერვუარები. და გესმით, როგორი იდიოტების ადგილზე აყენებს ეს ჩინოვნიკი რუსებს, ამ გაუცნობიერებელ ხალხს, რომ პირდაპირ ამბობს, არა, ის, რასაც თქვენ საკუთარი თვალით ხედავთ, არ არსებობს. ეს უბრალოდ უპილოტო აპარატებია, რომლებიც მაზუთით იწვის აი ესე.
ეხლა გიმოდით ვნახოთ ვიდეო, რომელიც კიდევ ერთხელ გადაღებულია სახანძრო მანქანიდან, ტუაფსეს ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის შიგნით. მოხდა ნომერ 3 რეზერვუარის დეფორმაცია და პროდუქტის გადმოღრა, რის გამოც აალებადი ნავთობი გადავიდა გზაზე და დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და მართვის მეთოდი. ეხლა ვაკონტროლებთ. როგორც ხედავთ, კადრებში ჩანს აპოკალიფსური სურათი. მაღალ ტექნოლოგიური ნავთობის პირველადი გადამუშავების აპარატურის ნაცვლად, მხოლოდ დამწვარი მეტალის ჩარჩოები და დამახინჯებული რკინის გროვები ჩანს. საგანგებო მანქანა ასევე გადის ათეულობით აუზის გვერდით, რომლებიც ასეთ დაჭმუჭნილ კონსერვის ქილებად იქცა. დაანალიზის მიხედვით, საწვავის შესანახი სიმძლავრის 50%-ზე მეტი მთლიანად განადგურებულია ცეცხლით. დანარჩენი კი დაზიანებულია. ქარხნის ტერიტორია დაფარულია სქელი ჭვარტლისა და ქაფის ფენით. ყველგან ჩანს ნავთობის წვიმის შედეგები, რომელმაც არა მხოლოდ სამრეწველო ზონა, არამედ ტუაფსეს საცხოვრებელი კვარტალებიც დაფარა. შედეგად ამ დროისთვის საწარმოო ციკლი სრულად პარალიზებულია. სპეციალისტები ზარალს მოკლევადიან პერსპექტივაში აღუდგენლად აფასებენ. და წინასწარი პროგნოზებით ქარხნის სრული აღდგენა, ან თუნდაც ნაწილობრივი ფუნქციონირების დაბრუნება შეიძლება წლები გაგრძელდეს. მოწყობილობის სირთულისა და იმპორტულ კომპონენტებზე სანქციური შეზღუდვების გათვალისწინებით. და უკვე 3 მაისს კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა ბალტიის პორტ პრიმორსკში მასიური უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად. და ეს შეტევა შემთხვევითი არ არის. პორტ პრიმორსკის ნავთობის გადატვირთვის სიმძლავრე დღეში დაახლოებით 1 მილიონ ბარელს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის დაახლოებით 300,000 ბარელს. რაც მას მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტად აქცევს. რუსეთის მთავარი ნავთობის სახეობის იურალსისა და დაბალგოგირდოვანი დიზელის საწვავისთვის. ამიტომ უკვე აშკარაა, რომ ეხლა უკრაინა ამ პორტსაც დააზიანებს, ისევე როგორც ტუაფსეს პორტს. ამასთან პრიმორსკის პორტში დრონების შეტევის დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დააზიანეს სარაკეტო გემი კარაკურტი, სადარაჯო კატარღა და ჩtildeოვანი ნავთობის ფლოტის ტანკერი. ეს იყო ერთობლივი ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, მთავარი სადაზვერვო სამმართველოსა და უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მონაწილეობით. ასევე დაზიანდა სადარაჯო კატარღა და კიდევ ერთი ნავთობის ფლოტის ტანკერი. სერიოზულად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურაც, რუსეთის ნავთობის ჩამოსასხმელი პორტის. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. პორტთან ერთად უკრაინის თავდასხმებმა დააზიანა ჩtildeოვანი ნავთობის ფლოტის სარაკეტო ტანკერი. РФ вблизи входа в порт Новороссийск. ეს იყო მთავარი. ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ სანქციების გამოყენებას რუსეთის ჩtildeოვანი ნავთობის ფლოტის წინააღმდეგ. დააზიანეს 2 ასეთი გემი ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელის აკვატორიაში. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ახლა აღარ იქნება ასე. უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები სულად განვითარდება ზღვაზე, ცაში და ხმელეთზე. სირცხლის აღმუმის ჩასატარებლად წითელ მოედანზე 9 მაისს ვლადიმერ პუტინი ფრონტზე შთამბეჭდავი შედეგებით მიდის.
აპრილში რუსეთის ჯარებმა უკრაინასთან ომში სუფთა ტერიტორიული დანაკარგები განიცადეს და კონტროლი დაკარგეს 116 კვადრატულ კილომეტრზე. ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეერაგებულმა ძალებმა 2024 წლის აგვისტოში რუსეთის კურსკის ოსოლკში შეიჭრა. ამავდროულად რუსეთის არმიის შეტევის ტემპებიც აგრძელებს შემცირებას. თუ 2025 წლის დასაწყისში ისინი საშუალო დღეში 9.76 კვადრატულ კილომეტრს იპრობდნენ, 2026 წლის პირველ 4 თვეში ეს მაჩვენებელი 2.9 კვადრატული კილომეტრია. გარდა ამისა, ინსტიტუტში რუსეთის შეტევის ტემპის შემცირებას უკრაინის სახმელეთო კონტრშეტევებითა და საშუალო მანძილის დათმობით ხსნიან. პრომოსშიც აქტიურად გამოიყენება უპილოტო აპარატები. გარდა ამისა, იმის გამო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე Starlink-ის ტერმინალების გამოყენების შესაძლებლობა დაკარგეს და Telegram-ის ბლოკირებაც დაემატა, რუსეთის არმიას მართვასა და კავშირზე პრობლემები კიდევ უფრო გაუმწვავდა. მაგრამ აქ რუსებმა ეშმაკობას მიმართეს. ლამაზი სურათის შექმნა. შემდეგ მოვიყვან ომის კვლევის ინსტიტუტის ციტატას. 2025 წლის შემოდგომიდან რუსულმა ჯარებმა აქტიურად დაიწყეს მცირე ჯგუფების ნაცრისფერ ზონებში შეღწევის ტაქტიკის გამოყენება, მათი სრულად დაკავების გარეშე. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ასეთ ოპერაციებს იყენებს იმისთვის, რომ შექმნას ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინსვლის ილუზია და კრემლისთვის წარმატებების შესახებ ანგარიშები წარმოადგინოს. პრაქტიკაში კი ამ ზონებიდან ბევრი სადაოდ რჩება და ორივე მხრიდან მუდმივი ცეცხლოვანი კონტაქტის ქვეშ იმყოფება. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. გარდა ამისა, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. გმადლობთ. შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდი. ეს YouTube არხის მხარდაჭერის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზაა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.